ვერის ფილიალი ინფექციური მიმართულებებით აქტიურ სეზონს სიახლით ხდება. მულტიპროფილურ გუნდს სულ ცოტა ხნის წინ წამყვანი ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე შეუერთდა, რომელსაც 10 წლიანი კლინიკური გამოცდილება აქვს და აქტიურად არის ჩართული როგორც მწვავე ვირუსული პათოლოგიების, ისე უცნობი წარმოშობის ცხელებების დიაგნოსტიკასა და მართვაში. თოდუას კლინიკა ახალი და უნიკალური შესაძლებლობაა. განახორციელოს მკურნალობა ყველა იმ მაღალტექნოლოგიური რესურსის დახმარებით, რომელსაც თოდუას კლინიკა პაციენტებს საქართველოში საუკეთესო ხარისხით და რაც მთავარია ერთ სივრცეში სთავაზობს. მე ვარ პაატა ვეფხვაძე, ექიმი ინფექციონისტი. თოდუას კლინიკის გუნდის ახალი წევრი, ახალი შესაძლებლობებით. თანამედროვე ხედვის სპეციალისტი ინფექციური დაავადებების მართვის დარგში. კლინიცისტი რთული შემთხვევების მართვის გამოცდილებით. ექიმი განსხვავებული ინტუიციით და პროფესიული ალღოთი, რომელიც საშიშ პათოგენებს ებრძვის. ეს გამოცდილება პაატა ვეფხვაძის პროფესიულ ისტორიაში წლების განმავლობაში, მათ შორის COVID პანდემიის დროს დაგროვდა. ბავშვობიდან მქონდა ხოლმე განსაკურში, რომ ადამიანების გვერდით ნაყოფილიყავი მათ ცხოვრების ყველაზე დაუცველ მომენტებში. მე მგონია, რომ ექიმობა არ არის მხოლოდ პროფესია ან ცოდნა. ექიმობა ეს არის იყო ადამიანების სამსახურში. ეს სიტყვები რეალობად უკვე არაერთხელ აქცია. მათ შორის არის 13 წლის ბიჭის შემთხვევაც. როცა ერთ დღეს შეშინებული დედა დაუკავშირდა. 10 დღეზე მეტი იყო რაც აღენიშნებოდა ცხელება და მკვეთრი შეშუპება კისრის არეში. მიუხედავად ჩატარებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებისა, მაინც საბოლოო მიზეზი დიაგნოზი ვერ დადგინდა და ჩანიშნული იყო ქირურგიული ჩარევა, როგორც ასე რომ ვთქვათ, ალტერნატიული მიდგომის სახით. იმ დროს, როცა მოზარდს უკვე საოპერაციო დამზადებდნენ, პაატა ვეფხვაძემ სწორედ მისი განსხვავებული მიდგომებით სულ სხვა დიაგნოზი დასვა. მკურნალობის ტაქტიკა მთლიანად შეცვალა და მალე პაციენტიც სრულად გამოჯანმრთელდა. მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ ექიმმა შეძლო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე დისტანციურად ემართა. დაგა როგორ არის? ძალიან კარგად. ვაიბერში დაურეკე, გავუგზავნე ბავშვის ფოტო-ვიდეო მასალა, გავუგზავნე ანალიზები და ფაქტობრივად 5 საათზე იყო უკვე ქირურგთან ვიყავით ჩაწერილები, რომ ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და ბატონი პაატას მკურნალობის მეთოდით დავინახეთ შედეგი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ ბატონი პაატასი. პაატა ვეფხვაძე ახლა უკვე თოდუას კლინიკის პროფესიონალთა გუნდის წევრია. ეს სიახლე მისთვისაც ახალი და უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან თოდუას კლინიკა ყველა იმ მაღალტექნოლოგიურ რესურსს აერთიანებს, რომელსაც პაციენტის დიაგნოსტიკასა თუ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, კლინიკის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში ისეთი ინფექციური დაავადებების სიღრმისეულად შესწავლა და იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რაც არაერთი მიმართულებით წარმატებული თერაპიის საფუძველია. არავის ჭირდება იმის შეხსენება, თუ რამხელა ტრადიციის მატარებელია თოდუას კლინიკა ინსტრუმენტული კვლევების დარგში. იქნება ეს თუ სმარტივი ეკოსკოპია, თუ რთული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები, წამყვანი სპეციალისტები და თავისი მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ეს არის ის ყველა რესურსი, რაც ექიმს ჭირდება პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, იქნება ეს ანალური ინფექცია თუ კომპლექსურად მისადგომი უცნობი წარმოშობის ცხელება. თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი სრულად აღჭურვილია ინფუზიური თერაპიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითაც. თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში არის უნიკალური შესაძლებლობა პაციენტებისთვის, რომ ამბულატორულად მიიღონ ისეთი სამკურნალო მეთოდები, როგორიც არის დეტოქსიკაცია, ინფუზიური ანტიბიოტიკოთერაპია თუ იმუნომოდულატორული თერაპია. რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მკურნალობა ისეთი მედიკამენტებით, რომელთა ადმინისტრირება არის რთული. ამიერიდან პაატა ვეფხვაძე პაციენტებს ამბულატორიულად ვერის ფილიალში იღებს. ასევე კვირაში ერთი დღე სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას უწევს ცენტრალური ფილიალის პაციენტებსაც. თოდუას კლინიკაში ინოვაციების, განათლებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება კი ის მთავარი გზავნილია, რომლითაც 1991 წლიდან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ექიმთა ფართო კონსილიუმების გზით იღებენ. სწორედ ამ გუნდთან ერთად იწყებს მუშაობას ექიმი, რომელიც მუდმივად სიახლის და ინოვაციური გზების ძიებაშია. ყოველი დიაგნოზის მიღმა არის ადამიანი თავისი ისტორიით და სიცოცხლე, რომლითაც ბრძოლა ღირს.